იმის მიუხედავად, რომ მეცნიერებისთვის ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება, როგორ ჩაესახა სიცოცხლე დედამიწაზე. ამ პროცესის შესახებ უკვე მაინც ბევრი რამ გავიგეთ. მიჩნეულია, რომ მეტაბოლიზმი, ანუ ქიმიური რეაქციის წარმართვის უნარი, ენერგიის მოსაპოვებლად იმ შინაგანი პროცესებისთვის, რომლებიც ცხოველ მოქმედებას უზრუნველყოფს, არაცოცხალიდან ცოცხალზე გადასვლის წერტილად იქცა. ეჯგარეშია, რომ მოლეკულა, რომელმაც პირველად წარმოქმნა მეტაბოლური რეაქცია, მარტივი იყო და წყალში არსებული კომპონენტებისგან ჩამოყალიბდა. ამავდროულად, თავად რეაქცია საკმარისად ეფექტური იყო იმისთვის, რომ გარემოში კოლოსალური ცვლილებები გამოეწვია. სავარაუდოდ, მეცნიერებმა მოახერხეს იმის გარკვევაც, თუ როგორი იყო პირველი მეტაბოლური რეაქცია და რომელმა მოლეკულამ წამოიწყო იგი. სიცოცხლის უძველესი ფორმები სავარაუდოდ წარმოიშვა ლითონებისა და ცილების ურთიერთქმედების შედეგად. ახლახანს რუტგერსის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის ქალაქის კოლეჯის მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა ცილა, რომელმაც როგორც ჩანს, სიცოცხლე დაიწყო. ეს არის მარტივი პეპტიდი, რომელსაც ნიკელბეკი უწოდეს. ამ სახელს, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო კანონურ როკ ჯგუფთან, ნიკელბეკთან და მხოლოდ ცილის სტრუქტურას ასახავს. პეპტიდი შედგება ამინომჟავებისგან, ასევე აზოტის ატომთა წყვილისგან, რომლებიც ნიკელის ატომებთან არის დაკავშირებული. ნიკელბეკი შეიძლება იყოს პირველი მეტაბოლური რეაქციის გამომწვევი, რის შედეგადაც ფაქტობრივად იგი გახდა გარდამავალი ელემენტი არაცოცხალიდან ცოცხალში. შემდგომში ცილოვანი სტრუქტურების ევოლუციამ განაპირობა სიცოცხლის ჩვენთვის ჩვეული ფორმების გაჩენა. იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო პირველი ცილა, რომელმაც დედამიწაზე სიცოცხლე შექმნა, კვლევარებმა დაიწყეს თანამედროვე ცილების შესწავლა, რომლებიც მეტაბოლურ პროცესებს აწარმოებენ. თუმცა, უძველესი ცილები ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე თანამედროვე. ამიტომ ისინი ცალკეულ კომპონენტებად დაშალეს. გარკვევა, რომ ნიკელბეკი იდეალური კანდიდატია მეტაბოლიზმის უნარის მქონე პირველი ცილის როლისთვის. იმის გამო, რომ ძალიან მარტივია, თავისუფლად შეიძლებოდა გაჩენილიყო ისეთ პირობებში, როგორიც დედამიწაზე 3.8 მილიარდი წლის წინ იყო. ამავე დროს ნიკელბეკს გარემოდან ენერგიის მიღებას შეუძლია. ცილა შეიცავს 13 მთავარ ამინომჟავას, რომლებსაც ჩვეულებრივ სიცოცხლის სამშენებლო აგურებს უწოდებენ. ამ შემთხვევაში ნიკელის ორ ატომს შეუძლია უზრუნველყოს ნიკელ-რკინის ჯგუფის აქტივობა ჰიდროგენაზაში. ჰიდროგენაზები არის ფერმენტები, რომლებიც მოლეკულური წყალბადის შექცევადი ჟანგვის კატალიზებას ახდენს. ჰიდროგენაზები გვხვდება ბაქტერიებში, არქეებში და ზოგიერთ ევკარიოტებში. ამის გარდა ნიკელი უზრუნველყოფდა ნიკელ-ნიკელის კლასტერის აქტივობას აცეტილ-კუა სინთეზაში. ეს მოლეკულები დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მეტაბოლიზმში. მარტივად რომ ვთქვათ, სწორედ ნიკელის ატომებმა მიაწოდეს პეპტიდს ქიმიური რეაქცია, რამაც შესაძლებელი გახადა ენერგიის მოპოვება წყალბადიდან, რომელიც იმ დროს ენერგიის ძირითადი წყარო იყო.